მოგესალმებით. ეთერშია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტი ბიზნესი და სამართალი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ლიპარტია გახლავართ, ადვოკატი. დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. 2024 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა რამოდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო და ცვლილება განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აღნიშნული ცვლილებები მთავარ მიზნად დასახელდა მიანი ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნა. ამავდროულად, ექთნებისა და მიანი ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული საკანონმდებლო სიახლეების საფუძველზე საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მიანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის შესაბამისი სარეგისტრაციო, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების საკითხების განისაზღვრა. ამასთანავე განსაზღვრულია მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები, რეგისტრაციის წესები, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტით უნდა განახორციელოს ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა რა ხდება, რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაბამისი სექტორისათვის და რა გვაქვს დღევანდელი მოცემულობით ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ჯეო ჰოსპიტალსის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდან ჭიპაშვილი. ქალბატონო რუსუდან, უღრმეს მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხზე ვსაუბრობთ დღეს და კონკრეტულად ძალიან პირველი მნიშვნელოვანი შეკითხვით, ზოგადი შეკითხვით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა, უბრალოდ კი არ დაანონსდა 2024 წელს, როგორც შესავალში აღნიშნე, მიღებული იქნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები განისაზღვრა, მათ შორის რომელიც მიმართულია საქართველოში საექთნო და მიანი ექთნის პროფესიული განვითარებისაკენ და შესაბამისად ამ დარგის რეგულირებისაკენ. რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმა? რამდენად მნიშვნელოვანი იყო და საჭირო იყო დღევანდელი ბაზრისთვის აღნიშნული და შემდგომ უკვე რა ვითარებაა დღეს ამ ბაზარზე ამ კუთხით? ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ასეთი საინტერესო თემისთვის დაინტერესდით და გავაცნოთ საზოგადოებას თუ რა რეფორმას აგადგილი და საერთოდ საექთნო და მიანი ექთნის ნაწილთან დაკავშირებით რას ველით უკვე და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ რეფორმამ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ ზოგადად რომ თვითონ ექთნის ინსტიტუტი არის ის ფუნდამენტი სამედიცინო სერვისის მიღების ნაწილში, რომელიც ქმნის გარემოს, მათ შორის ძალიან პირდაპირ პროპორციულია ის სამედიცინო ხარისხის, მაღალ ხარისხისთან დაკავშირებით. ამიტომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2019 წელს დასახა სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საექთნო საქმე და რა იყო ის აუცილებელი საზღვრები და პირობა, რომ ჩვენი ქვეყანა მიახლოვებულიყო საერთაშორისო სტანდარტებს და ზუსტად ამ 2019 წლის სტრატეგიას ეფუძნება ის რეფორმა და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში და ამ კანონის ნაწილი მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად ჩვენი ბაზრისთვის იქნება ის მარეგულირებელი ნაწილი, რაც ხარისხზე იქნება პირველ რიგში ორიენტირებული და რაც მნიშვნელოვანია თვითონ ექთნებს, მისცემს გეგმას და უკვე გააზრებულად და ჩამოყალიბებულად იმ სამოქმედო არეალს თუ რა უნდა გააკეთოს ექთანმა. მოდი ვთქვათ, რამე არის განსაზღვრული, იმიტომ რომ პროფესიული განვითარება მედიცინის ან მედიკოსების პროფესიული განვითარებაზე ეს არის შესაბამისად საკანონმდებლოდან დადგენილი და მათ კონკრეტულად უნდა იზრუნონ მუდმივად ყოველწლიურად იზრუნონ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე. ფაქტია რომ სახელმწიფომ დაინახა ექთნების ნაწილში ამის ნაკლებობა ან საჭიროება და შესაბამისად განუსაზღვრა მათ თუნდაც რეგულირების ჩარჩო და მათ შორის პროფესიული განვითარების ჩარჩო. რას გულისხმობს ის ძირითადი ცვლილებები უფრო კონკრეტულად რომ მოგვახსენოთ? ჯანდაცვის სამინისტროს ვინც გარკვეულია 395 დადგენილება ზოგადად ადგენს ამ ვალდებულებას, რომ 2 წელიწადში ერთხელ უწყვეტი განათლების ნაწილი იყოს დაცული, რომ მუდმივად ვითარდებოდეს სამედიცინო პერსონალი. იგულისხმება როგორც ექიმი, ასევე ექთანი, მაგრამ მოდით პირდაპირ ხა გადავიდეთ ამ ცვლილებებზე, რაც ძალიან საინტერესო მომავალს გვიქადის, ალბათ. 2026 წლის 1 იანვრიდან საექთნო და მეან ექთნის განათლების მქონე პირები და აქ პატარა ჩანართს გავაკეთებ, რომ ჩვენ მეან ექთანი იგივე ბებია-ქალის ინსტიტუტია და განისაზღვრა გენდერულად ნეიტრალური ტერმინი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების მხრივ და დადგინდა ბებია-ქალის ნაცვლად მეან ექთანი და აი ამ პირებს დამოუკიდებელი საექთნო საქმე
საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეანექტნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის და რეგისტრაციის მოწვევის გარეშე უკვე აეკრძალებათ საქმიანობა 2026 წლის 1 იანვრიდან. ვინ უნდა გასცეს და სად უნდა იქნეს ეს მოპოვებული? დავალე ამავე დადგენილებით პირდაპირ დაევალა ჯანდაცვის სამინისტროს მოამზადოს ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აი ამ რეგისტრაციის პორტალის მოდულის განსაზღვრას. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბდა რანჟირების ეტაპები, კერძოდ გვეყოლება რამოდენიმე რანგის ექთანი, ეს იქნება სერტიფიცირებული ექთანი, ესენი იქნებიან ის ექთნები, რომლებმაც დაასრულეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ექნებათ, ასევე იქნებიან რეგისტრირებული ექთნები, რომლებიც იქნებიან ბაზაში და პორტალზე ბაკალავრის ხარისხი ექნება, დიახ, და უმაღლესი კატეგორიის ექთანი, რომელიცაც ექნება დასრულებული უკვე მაგისტრის ხარისხი ექნება მიღებული. ანუ სამაგისტრო პროგრამა, საერთო სამაგისტრო პროგრამა იქნება შემუშავებული და ამავე დროს განისაზღვრა, რომ შეიქმნას ისეთი ბაზა, რომელიც სრულად მოიცავს ამათ რეგისტრაციას, ამასობაში დაევალა ასევე სამინისტროს, რომ მოამზადოს მოდულები, მოამზადოს ის აკრედიტაციის პროგრამების შინაარსი და მათ შორის ის სავალდებულო ნუსხა თუ რა ნაწილში მოუწევთ ამ ექთნებს აი ასეთი რეგისტრირებული ექთნების თავისი პროფესიული განვითარების არეალი იქნება უკვე დაზუსტებული. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ექიმებში ესეთი ვიწრო სპეციალობის მქონე ექიმები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ რა ქირურგიის მიმართულებით სიტყვაზე, ასევე იქნება ექთნის, იქნება პედიატრიის მიმართულება, იქნება ასევე ანესთეზიოლოგიის და ქირურგიის, რომელიც კი ბატონო დაადგენს, რომ ამ ექთნებს უფლება აქვთ ამ ნაწილში განახორციელონ ოპერირება. და სხვა სფეროში და სხვა სეგმენტში ბუნებრივია მათ შეეზღუდებათ საქმიანობის უფლება მოსვლა. დიახ, აი ამას გულისხმობს ზუსტად, რომ ნუსხა იქნება გაწერილი და ეს ნუსხა როგორც დიახ, თუ კი გადაწყვეტს რომელიმე მათგანი, რომ დაუშვათ ფლობდეს სხვა მიმართულებასაც, შესაბამისი, რომელსაც ასევე დაადგენს ჯანდაცვის სამინისტრო და დაამტკიცებს მთავრობა, განახორციელონ დაიცვან თავიანთი გადაუშვათ განათლების ნაწილში მიიღონ ის უფლება, როგორი წესითაც ამას განსაზღვრავს სახელმწიფო. ამ ეტაპზე არ გვაქვს. გადაკვალიფიცირდნენ მათთვის ან აიმეღონ დამატებითი სასწავლო კურსი. ხალხოსთან გადაცემაში რეკლამის დროა დაგველოდოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. შენი თმა შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუკის 8. ტელეფონი 591 50 90 90. შანსი, რომელსაც საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრი ლოტუსი გაცდევთ. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ივნისის თვეში. დაუფლე ყველაზე მოთხოვნად ლაზეროთერაპევტის პროფესიას მაქსიმალურად მოკლე დროში, დროისა და რესურსის მინიმალური დანახარჯით. ისწავლე თეორია ონლაინ, ხოლო პრაქტიკულ უნარჩვებებს დაუფლე სულ რაღაც ერთ კვირაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A.
ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46, ტელეფონი 0322 43 25 25, კომპანია Sun Motors, ხარისხის 26 წელი. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვიე Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ქალბატონი რუსუდან ჭიპაშვილი. ქალბატონ რუსუდან, დღეს საუბრობდით საერთო რეფორმასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ ის პრინციპში საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო ბაზაში ექტნებთან მიმართებით, მათ შორის ეს რანჟირების პროექტი. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელების ვადებზე უნდა კითხოთ აუცილებლად და გარდამავალი პერიოდი იქნება სავარაუდოდ საკანონმდებლო დონეზე დადგენილი, რომლითაც თუნდაც ერთგვარად მომზადება და შემდგომ უკვე აი ამ პროექტის ცვლილებების განხორციელება და ადაპტირება უნდა განხორციელდეს. არის თუ არა გათვალისწინებული ეს და როდიდან იწყება ამ პროექტის სავალდებულო პროცედურები უკვე? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ესე იგი, პროფესიული განათლების შესახებ 2007 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად, ვინც მიიღო განათლება და ამავე დროს ის ადამიანები, ვინც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან ჯანდაცვის სფეროში 3 წლის განმავლობაში, კანონი აზუსტებს. უწყვეტად? დიახ. იცით რა, უწყვეტად ეს პირდაპირ კანონში არ არის ესეთი ჩანაწერი, ალბათ ესეც უკვე მსჯელობის საგანი გახდება, მაგრამ ამ ეტაპზე ესეთი ჩანაწერი გვაქვს, რომ ვინც 3 წლის განმავლობაში საქმიანობს ამ პროფესიით, ასეთ ადამიანებს, მოკლედ 2026 წლის 1 იანვრიდან დამოუკიდებელი საქმე და ექთნის საქმიანობისთვის გადაეცემათ, ესე იგი, რეესტრში ავტორიზაციას რო განახორციელებენ, უკამოცდოდ გადაეცემათ საქმიანობის ნებართვა. ანუ ამისათვის აუცილებელია რომ დავაზუსტოთ 3 წლიანი სტაჟი. დიახ, უკამოცდოდ. არანაკლებ 3 წლიანი სტაჟი. უკამოცდოდ ვისაც გადაეცემა, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც 2026 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდება რეესტრში და ამავე დროს მოიპოვებს სერტიფიკატს, ხოლო ის სპეციალისტები, რომლებიც დაასრულებენ სწავლას 2026 წლის 1 სექტემბრის შემდგომ, ასევე ის მეანექთნები და ექთნები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ამ გარდამავალი მარეგულირებელი ნორმით, მათ მოუწევთ უკვე გამოცდის ჩაბარება და მხოლოდ ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ მათ გადაეცემათ უკვე სახელმწიფო ორგანიზდება სახელმწიფო ეს გამოცდა დაორგანიზებული იქნება, მისი ჩატარების წესი და შინაარსი განისაზღვრება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რასაკვირველია. ასევე შემუშავდება რეესტრში თვითონ რეესტრის ფორმა, როგორც კანონი გვეუბნება და მასში რეგისტრაციის წესებიც, რომელსაც რა თქმა უნდა მიყვება ყველა ის პროცედურა, რაც ემსახურება ზოგადად აი ამ რეფორმის ნაწილს. მინდა ვთქვა, რომ კანონი გვეუბნება, რომ თითეული ეს რეფორმის შემადგენელი პროცედურა შემუშავებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება იმ პრაქტიკულად და საქართველოში არსებული საექთნო მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ნაკლებ სტრესს გამოიწვევს თვითონ ექთნებში და მათ მიეცემათ საშუალება, რომ დაადგინონ თავისი მოქმედების არეალი, რაც ვფიქრობ, რომ
შესაძლებელია გახდეს მათი მოტივატორი კიდეც. ხო, აი, კონკრეტულად ეცოდინებათ რა, როგორ, როდის გააკეთონ და რა არის მათი უფლება მოვალეობა, როგორც მოგწონს ამის თქმა. აუცილებლად უნდა გკითხოთ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ წლებია თქვენი სექტორი და საზოგადოებრივ სამედიცინო სექტორი საუბრობს ექთნების დეფიციტზე და ექთანი როგორც პროფესია ძალიან დეფიციტურია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ რეგულაციის დადგენა, კიდევ რეგულაციების დადგენა და თუნდაც სავალდებულო თუნდაც გადამზადების პროექტის დადგენა ხომ არ გამწოებს ამ საკითხს კიდევ და კიდევ უფრო დეფიციტურს და ნაკლებად ხელმისაწვდომს ხომ არ გახდის ექთნის პროფესიას და ექთანს. იცით რა, რეალურად ჩვენ შეგვიძლია ახლა მე ჩემი შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ერთადერთი იმედი გამოვთქვა იმის რომ ეს რეფორმა იმდენად თქვენი აზრი მაინტერესებს სუბიექტური აზრი კი ბატონო იმდენად კომფორტულად განხორციელდება და არ იქნება სტრესული მე ვფიქრობ რომ ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე როდესაც არ არის კონკრეტული კანონმდებლობა ქაოტურად იმართება ექთნის ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა იქნება თუ უფლების განსაზღვრა და რა იქნება ხელშეკრულებები და შინაგან აწესთან კი ბატონო შინაგან კი ბატონო მაგრამ მოდი ესეც ავღნიშნოთ რომ მარეგულირებელი ნორმა როდესაც არსებობს უკვე ვალდებულია თითოეული დამსაქმებელი რომ კონკრეტულად იმ ვალდებულებებს მიყვეს ამასთან ექთანსაც თავისთავად განსაზღვრული ექნება უკვე თუ რა არის მისი უფლება და რა არის მისი პასუხისმგებლობა და უკვე მას ეცოდინება თუ სად ეძიოს სამართალი, მოდი ესე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე, როდესაც მე ვიცი რა არის ჩემი საქმე და ვიცი ის არეალი და ის საზღვრები, თუ რა მევალება და რა პასუხისმგებლობები მაქვს, ვარ უფრო თამამი და უფრო მჯერა იმის, რომ ქცევის წესრიცა განსაზღვრულია და რასაკვირველია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო მიმართულებაზე და ვამბობთ იმას, რომ აქამდე არ არსებობდა რაიმე საზღვრები საქმიანობასთან დაკავშირებით, მოდით ისიც ვთქვათ, რომ შესაძლებელია ზუსტად ამის გამომწვევი იყოს ის ქაოტური მდგომარეობა და ზოგადად ის ემოცია, რაც ახლა საქართველოს ბაზარზე არსებობს და იმეც ვიტოვებ, რომ უკვე დაიწყო ფაქტობრივად, აი დაადგინდა მაგალითად 36 დადგენილებამ დაადგინა სახელფასო მინიმუმები ექთნებთან დაკავშირებით. ასევე დაადგინდა უკვე საუბარია რანჟირებებზე, რაც ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ გვექნება მდგრადი სიტუაცია და ექთნებიც თავისი პროფესიის, თავისი გამოცდილებისა და განათლების შესაბამისად იქნება ბიან დაფასებულები, დაფასებას გულისხმობ პატივისცემას და რასაკვირველია ანაზღაურება. ხერხეულ ანაზღაურებას. ქალბატონ რუსტან ერთი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. მეტი სიცხადისათვის თქვენ აღნიშნეთ რეფორმა ითვალისწინებს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა. ეს სიტყვა დამოუკიდებელი როგორ უნდა გავიგოთ? ეს მათ შორის გულისხმობს საქმიანობის განხორციელებას კლინიკის ფარგლებში, თუ მაგალითად კლინიკის მიღმაც შესაძლებელია თუნდაც კერძო დაკვეთებიდან გამომდინარე ბინაზე მომსახურება განახორციელოს ექთანმა. აი ამ დამოუკიდებელ საქმიანობას გულისხმობს თუ ნებისმიერი ეს რომ ჩვენ მსმენელისათვის აღქმადი გახდეს, რას გულისხმობს უფრო ზუსტად დამოუკიდებელი საქმიანობის უფლებამოსილება ექთნებისათვის? იცით რა გამომდინარე იქიდან რომ ეს დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ კანონში პირდაპირ წერია ჯანდაცვის სფერო და ჯანდაცვის სექტორში მუშაობის ნაწილი და ალბათ ეს როდესაც შეიქმნება შესაბამისი საქმიანობის მოდულები უფრო კარგად და კონკრეტულად ჩაიშლება თუ რა და როგორ და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ შეგვიძლია ხა შესაძლებელია ჩვენი მსმენელი ფიქრობს რომ ექთანი არის დამოკიდებული, ანუ ექთნის ვალდებულებას როდესაც ის ასრულებს, იგი დამოკიდებული არის ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების სწორად შესრულებაზე, მაგრამ მე მინდა ეხლა აი ჩავშალო რომ აი ეს კანონი და ეს რეფორმა ითვალისწინებს ასევე ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესსაც. მათ შორის? დიახ. ამასთანავე საუბარია ასევე რომ შეიქმნება და მაშინ როგორ უნდა გაიმიჯნოს? აი ეს უბრალოდ ესე მითითება, დიახ, ანუ ჩანაწერი არის გაკეთებული რომ მოხდება შესაბამისი მარეგულირებელი მიმართულების განსაზღვრა, რომელიც გააკონტროლებს დოკუმენტის სწორად წარმოებას ექთნების მიერ. და აქ ჩვენ ახლა უნდა ვივარაუდოთ, რომ გარდა იმისა, რომ უფლებები კონკრეტდება, მეტი ვალდებულებითი თავისუფლებაც ენიჭება ამ ექთნებს, აი ამ მიმართულებით და ამ რეფორმის ფარგლებში, რაც უფრო მეტ თავდაჯარებულებას შემატებს. თავისუფლების ფარგლები იზრდება, მაგრამ ვალდებულებების და შესაძლებლობების სხვანაირად არ გამოდის, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ეს თუნდაც ურთულესია და თუნდაც იმ პირობებში, რომ ძალიან დიდ მაღალ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით
განსხვავებული მათ შორის პოტენციურ დავის პირობებშიც, იმიტომ რომ აბსოლუტურად დაბათა უმრავლესობაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში და ყველგან ძირითადად გადაწყვეტილებები მიიღება სამედიცინო დოკუმენტაციის დაყრდნობით და აქედან გამომდინარე მის სწორად წარმოება და ერთ-ერთი ვითარების სწორად ფურცელზე გადატანას არის ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მაშინ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით აქ უნდა გაიმიჯნოს როგორ ხდება კომპეტენციათა ნაწილი ვინ რას წერს. აუცილებლად. შესაძლებელია ხა საოპერაციო პროტოკოლის ნაწილი და ოპერაციის მიმდინარეობა ვერ აღწეროს ექთანმა, თუმცა მისი ნაწილი საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი აზუსტებს ექიმის უფლება-მოვალეობებს, ასევე 108 ბრძანება აზუსტებს ასევე და უშუალოდ დოკუმენტაციის ბრუნვის წესს. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად და სწორად ალბათ განისაზღვრება თუ რა უნდა გააკეთოს ექთანმა. იმიტომ ვახსენე რომ არეგულირებელი ორგანო ამიტომ შეიკრიბება, ასე ვთქვათ, რომელიც შეაფასებს სწორად იმართა თუ არა ეს ჩანაწერი, რაც იურისტებს საშუალებას მოგცემს, რომ თითოეული კლინიკიდან წამოღებული იქნას სწორად ნამართი დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ალბათ იმ არეგულირებლის დასკვნიდან მსჯელობის განვითარება და დასკვნის გამოტანა, რასაც არეგულირებლის შეფასების შემდეგ მოგვიანებით ამ დოკუმენტაციაზე, როდესაც ხარვეს დაადგენს, იმის ანალიზის შედეგად და დადგინდება ქალბატონ რუსუდან, აი თქვენ რეესტრი ახსენეთ და ექთანთა რეესტრი. აი ჩვენი მსმენელისათვის არის თუ არა დღეს ახლა იმიტომ რომ 2026 წლის 1 იანვარამდე ჯერ კი არ რამოდენიმე თვე, მაგრამ არც ისე დიდი პერიოდი არ არის. მithuet ეს თქვენ 1 სექტემბერიც ახსენეთ, როგორ უნდა მოახერხონ ამ რეესტრში რეგისტრაცია, ექთებმა ვის უნდა მიმართონ, ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უფრო კონკრეტიკა რო შევიტანოთ და რა არის ის თუნდაც ფორმალური წინაპირობების და დაცვა ფორმალური წინაპირობები, რომლის დაცვაც აუცილებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი მინდა ვთქვა, რომ ამავე კანონით არის ნახსენები 2025 წლის ივლისის თვე, როცა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ზუსტად აი ამ რეესტრის მოდულის და რეესტრში რეგისტრაციის წესების დადგენა. ამიტომ ეხლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, თუ როგორი პირობით და რა წესის დაცვით უნდა განხორციელდეს ყველა ეს პროცედურა. ერთადერთი კანონმა დავალება გაითვალისწინა შესაბამისი დაავალა, რომ გათვალისწინებული იქნეს და ძალიან კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სრულფასოვნად იქნება ჩართული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მის მიერ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საერთო როგორც თეორიული, პრაქტიკული და დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით იმ პირობების დადგენა, რაც უფრო მარტივად უზრუნველყოფს აი ამ გარდამავალი პერიოდის დაძლევას მიანისა და ექთნების მიერ. გასაგებია. თქვენ გადაცემის შესავალში ვახსენეთ, რომ რამოდენიმე ცვლილება განხორციელდა, ეს იყო პროფესიული განათლება, ეს იყო უმაღლესი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და ადმინისტრაციულ სამართალდაღობა. ხშირ შემთხვევაში აქედან ვიწყებთ ხოლმე ახსნის, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენმა კოლეგებმა, რომ ადმინისტრაციული სამართალდაღობათა კოდექსი რა მიზანს ემსახურება და ხშირ შემთხვევაში, ხშირად, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არა ალბათ, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ბიზნესი თუ ნებისმიერი პირი აკეთებს კონკრეტულად ქცევის წესს ახორციელებს, იმიტომ რომ შემდგომ სამართალდაღობის კოდექსის შესაბამისად სახთელი მას არ დაეკისროს, ხო? აღნიშნულ შემთხვევაში რა ცვლილებები განხორციელდა სამართალდაღობათა კოდექსში და რა პასუხისმგებლობა განისაზღვრება და ვის მიმართ? ძალიან კარგი კითხვა. ესე იგი 44 მეორე პრიმა იცით რომ ეხება უკანონო სამედიცინო საქმიანობას. ჩვენ აქ ჩაემატა ექთანი და მეანექთანის პასუხისმგებლობის ნაწილი და განისაზღვრა რომ ესე იგი სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ან და ნებისმიერი რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა იქნება დასჯადი და თანხობრივი ნაწილი იქნება 2000 ლარი განსაზღვრული. ანუ ჩანაწერი არის ჩვენ ვიცით სამოქალაქო კოდექსიდან. თქვენ ძალიან გინდათ რომ ვინ იღებს ეკისრება? იცით რა, პირდაპირ დამრღვევ პირს ეკისრება. დამრღვევი პირის მხარეს ვინც წარმოადგენს, რასაკვირველია, ვექტორი იქნება მისკენ მიმართული. ქალბატონ რუსტან, აი დამრღვევი არის პირი, ვინც დაასაქმა არარეგისტრირებული პირი, თუ ის პირი, ვინც დასაქმდა რეგისტრაციის გარეშე. პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის სამედიცინო დაწესებულება, თუ არ ვიგულისხმობთ იმას, რომ მესამე პირად ჩართვის შესაძლებლობებიც არსებობს.
გასაგები მესამე პირად და შევთქვი რეგრესიის უფლების განხორციელების ვინ თუ არა თქვენ ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ. გარდამავალ პერიოდზე ვისაუბრეთ და აუცილებლად უნდა გითხოთ, იმიტომ რომ გამოწვევები აი ამ ძალიან მინდა თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ამ სექტორში არსებული გამოწვევები შეაფასოთ და ამასთანავე ამ საკანონმდებლო ამ საკანონმდებლო ცვლილებები აი ამ გამოწვევების გამწვევებას ხო არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ვისაუბრეთ საკადრო დეფიციტზე და მხოლოდ იმედი გამოვთქვით, მაგრამ საკადრო დეფიციტი არ არის ერთადერთი გამოწვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ძალიან ცხადად უდგას დღეს ამედიცინო სექტორს, მათ შორის მუშახელის დეფიციტთან დაკავშირებით, მათ შორის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გულწრფელად ვთქვა და ასე შემდგომ. რა ძირითად გამოწვევას გამოყოფთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რამდენად ეს რეფორმა მიმართულია სწორედ ამ გამოწვევების აღმოსაფხვრებლად? იცით რა, მოდით პირდაპირ პრაქტიკიდან ვიტყვი, რომ ექთნების სახელფასო, ექთნების პრეტენზიები, რაც მე მომისმენია, ძირითადად გამომდინარეობს მათი სამუშაოს მოცულობიდან. ძალიან გაგიკვირდათ ალბათ რომ არა ხელფასიდან, მაგრამ ძირითადად გამომდინარეობს, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს. თქვენ იცით, რომ მათი რაოდენობა დამოკიდებულია საწოლ ფონდთან მიმართებით, ასევე იმ მიმართულებებით, როგორც დაუშვათ არის რეანიმაციო საწოლი, იქნება ეს ქირურგიის და ასე შემდეგ. კადრების დამატება არის ხოლმე ყველაზე პირველი მოთხოვნა, რომ ექთნები არავითარ შემთხვევაში არ ამბობენ უარს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის და ერთადერთი რასაც ითხოვენ არის ის, რომ დაამატონ კადრი. მაგრამ ამაზე მზაობა სამედიცინო დაწესებულებასაც აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, დეფიციტია. ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება ოპერირებს საქართველოს ფარგლებში. და შესაბამისად ხდება სულ ექთნების როგორც როტაცია, ასევე ქვეყნიდან გადინება. არაერთი პროექტი განხორციელდა მათ შორის დევნილების ფარგლებში. ასევე მათ ურჩევნიათ დამოუკიდებლად და კერძო მომსახურებას მიჰყონ ხელი, რადგან თვლიან, რომ ნაკლებად იტვირთებიან და მეტ ანაზღაურებას იღებენ. აი ზუსტად ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვია იმ ქაოტურმა მდგომარეობამ, რომელიც არ იყო არანაირად რეგულირებული. კონსტიტუტიურად აფასებდა აუცილებლად გარდაუვალა და აუცილებლად. კი, აი როგორ გითხრათ, რატომღაც მგონია, რომ აი ექთნების ესეთი დეფიციტი, მათი მძიმე სამუშაოს გამანეიტრალებელი თუ არა, ყოველ შემთხვევაში შინაარსის უფრო დაკონკრეტების შესაძლებლობას იძლევა ეს კანონი და იმეც გამოვთქვა, იმიტომ რომ გამოსავალი უნდა იყოს ყოველთვის, გამოსავალი შესაძლებელი იყოს, ვერ ვიტყვი რომ ეს ამ რეფორმაში შეიძლება იყოს, მაგრამ ქვეყანა ცდილობს და ჩვენც რაღაცნაირად პოზიტიურად უნდა შევხედოთ და თითოეულმა დამსაქმებელმა, ასე ვთქვათ, უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს ეს მდგომარეობა, რომ შესაძლებელია ცოტა ხანში დადგეს ის დრო, როცა ექთნები პრაქტიკულად უკვე აღარ იქნებიან. და დეფიციტი უფრო გამწვავდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსტან. ძალიან საინტერესო საუბრისათვის. შეგახსენებთ ძვირფასო რადიო მოსამართლე, რომ განკადაცემის პირველი და მეორე ბლოკის სტუმარი იყო ქალბატონ რუსუდან ჭიპაშვილი, ჯეო ჰოსპიტალსის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოში დაგეგმილ და უკვე პრინციპში განხორციელების პირას მისულ საერთო რეფორმაზე ვსაუბრობდით. გადაცემის მესამე ბლოკში ახალ სტუმართან ერთად დაგეგმდებით, დაგველოდეთ. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავრშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდი ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავრშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. Silk-Post-ი სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. თუ
თუ მცირე ან საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ხარ, ალბათ ხშირად გიფიქრია, რა სჭირდება შენს ბიზნესს მეტი ეფექტურობისთვის. კომპაქტური, ეკონომიური და საიმედო ავტომობილი, ასეთი, სწორედ Citroen Berlingoa. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 322 12 12 20. Citroen პროფესიონალი. შენი წარმატების ერთგული მხარდამჭერი. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და გადაცემის მესამე ბლოკში ახალ სტუმართან ერთად შემოგიერთდით, როგორც დაგკვირდით ქალბატონი მაია კახიანი, მაგნუს დაზღვევას აღმასრულებელი დირექტორი და ძალიან საინტერესო, პრაქტიკულ და ძალიან პრობლემატურ საკითხზე ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირის წინაშე. ანუ აქ ძალიან ყოფითი ლექსიკით რო ვთქვათ, დღეს თბილისის და არა მარტო სასამართლოების, არა მარტო თბილისის, არამედ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო გადაჭედილია დავებით, რომელიც ეხება ავარიიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმ პირისათვის თანხის დაკისრებას, რომელიც ბრალეული იყო. ანუ მარტივი ლოგიკით, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია და შემდგომ მოახდენს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს მესაკუთრეს ზიანს, მაშინ გადახდილი თანხის სუბროგაციით დაკისრების ვალდებულება გადადის იმ პირზე, ვინც ბრალეულია და დღეს ასობით და ათასობით დავა მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. ქალბატონ მაია, აუცილებლად უნდა გკითხოთ. რამდენად აქტუალურია დღეს სავალდებულო მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში და რაიმე სამართლებრივი რეგულირება თუ ხდება ამ კუთხით? ნინო, პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა თქვენს გადაცემაში სტუმრობა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ბევრი რისკი არის, რის გამოც ალბათ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დაზღვევა არის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია. მე ვამბობ ხოლმე ქალბატონ მაია, რომ დაზღვევა არის 7 წილის გარანტია. ნამდვილად, მეც გეთანხმებით სრულად. აქედან გამომდინარე, რომ განვიხილოთ, დაზღვევა იყოფა ორ სხვადასხვა კატეგორიებად. ერთი არის ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, მოგეხსენებათ, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა, აღარ ჩამოვთვლი სრულ ჩამონათვალს და მეორე არის უკვე სავალდებულო დაზღვევის სახეობები. აღნიშნული დაზღვევის სახეობები გათვალისწინებულია და განსაზღვრულია უკვე საკანონმდებლო დონეზე და რა თქმა უნდა რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. როგორც თქვენ ბრძანეთ, ნინო, ეს ძალიან ისეთი ყველაზე სერიოზული დაზღვევის პრობლემა არის დღესდღეობით, რომ არ არის სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში. მესამე პირის პასუხისმგებლობას მე გულისხმობ კონკრეტულად საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. უცხოეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე უკვე 2018 წლიდან საქართველოში უკვე გვაქვს ეს პროდუქტი, საკმაოდ აქტიურად გამოიყენება და სავალდებულოა პრინციპში და სამართალდარღვევად ითვლება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უკვე დავებით შემცირებულია, ვიდრე მაგალითად რო განვიხილოთ 2018 წლამდე რა ხდებოდა. და დავამატებ აქვე 2018 წლამდე ხომ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატი უშუალოდ შეხება მქონდა ამასთან დაკავშირებით და ამ საკითხებთან და 2018 წლამდე ყველაზე დიდი პრობლემა რა არის სასამართლო გადაწყვეტილება როცა დგება ან თუნდაც ფაქტობრივად პირიმს და დატოვებული აქვს ქვეყნის ფარგლები და მისი დაკისრებული თანხის ახსრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთეული შემთხვევები შეიძლება დასახელდეს, როცა ეს მიყენებული ზიანი ანაზღაურდა და დაუკომპენსირდა იმ დაზარალებულ პირს აღნიშნული. შესაბამისად, ეხლა 2018 წელს უკვე ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უცხოეთშია რეგისტრირებული და საქართველოში შემოვა ოფიციალურ საზღვარზე გულისხმობ, ის ვალდებულია საზღვარზევე შეიძინოს მესამე საკუთარი პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირთა წინაშე. რა ხდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებულია? დიახ, ამ ეტაპზე უკვე როგორც მოგახსენეთ, სავალდებულო არ არის აღნიშნული დაზღვევის სახეობა.
მე ვფიქრობ, რომ უკვე ახლო მომავალში წესით უკვე უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ ინიციირება და უკვე აღნიშნული პროდუქტი უნდა გახდეს სავალდებულო. მეზობელი ქვეყნების ჭრილშიც რომ განვიხილოთ, თურქეთი და ევროპის ჭრილშიც მათ შორის. ნუ პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს რო შევხედოთ, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. უკვე სამივე ქვეყანაში როგორც ადგილობრივი დაზღვევის სახეობა არის სავალდებულო, ნუ რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება. ანუ M-ტიპიელი, ანუ შიდა ტიპიელი სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და თურქეთშიც სამივე სავალდებულო. ხო, მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისათვის. დიახ, ნამდვილად და საქართველოში ველოდებით ამ ცვლილებებს. საქართველოში დიდი ხანია უკვე მიდის საუბრები, ასევე ევროასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, ეს მოხსენიებულია და მნიშვნელოვანი ნაწილია და რას გამოიწვევს აღნიშნული გარდა სექტორის განვითარების, ამიტომ სადაზღვო კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, მაგრამ რატომ არის სხვა სუბიექტების და ეკითხვა რო დავსვათ, რატომ არის თუნდაც ისევე სოციალური ფაქტორი ამის მნიშვნელოვანი? მე ახლა ამ თემაზე რო საუბრობ, არა როგორც ინდუსტრიის წარმომადგენელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე რო გიპასუხოთ ამ შეკითხვას, ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თავად მოქალაქე არის უკვე დაცული. თუ მან მიაყენა სხვას ზიანი, აღნიშნული რისკი, რა თქმა უნდა, უკვე დაფარული იქნება აღნიშნული სავალდებულო პროდუქტის ფარგლებში. და მის დაცვას სადაზღვო კომპანია გადაიხდის, ხო? და ასევე დაზარალებული პირით ავტომატურად უკვე დაცულია, იმიტომ რომ მას გარანტირებულად მიიღებს ანაზღაურებას. ასევე ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარებისთვის და ზოგადად სადაზღვო კულტურის დამკვიდრებისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, რომ დაზღვევის სავალდებულო სახეობა უნდა იყოს ქვეყანაში. აუცილებელი აქვე დავამატებ, როგორც ახლა მე უშუალოდ შეხება მქონია ამ დავებთან და ასობით დავარი მიმდინარე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და თანხის გადაკისრების მიუხედავად ძალიან მცირეა მისი აღსრულების ნაწილი, დაახლოებით 30%. ანუ 100% პორტფელიდან, რომელიც დავების რაოდენობით და რა შემთხვევაშიც ეკისრება მხარეს თანხის გადახდა, მხოლოდ რეალურად აღსრულება, ანუ უკმაყოფილდება და აღსრულება ხდება დაახლოებით 30-35%-ის, რაც რა თქმა უნდა არასასიამოვნო მაჩვენებელი და პირდაპირ ფინანსურად აისახება იმ როგორც სადაზღვო კომპანიაზე თუ ის არის მოთხოვნის სუბიექტი, ასევე იმ პირებზე, იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ზიანი მიაყენა სხვა პირმა. როგორც ვიცით, სადაზღვო კომპანია მაგნუს ძალიან ახალი პროდუქტი აქვს, ამასთანავე მნიშვნელოვანია ეს პროდუქტი ისევ საქართველოს მოქალაქეებისათვის. 2 სიტყვით თუ შეგიძლიათ გაგვაცანით ეს პროდუქტი, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება გავეცნოთ ამ პროდუქტს და ვისარგებლოთ. ბატონო, დიახ, მართალი განდებით, მაგნუსმა დაახლოებით 1 თვის წინ ჩაუშვა ახალი პროდუქტი, ეს არის თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი სავალდებულო დაზღვევა. რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ნუ პირველ რიგში ეს არიან მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც მიემგზავრებიან თურქეთში მოგზაურობის მიზნით, საქმიანი ვიზიტით. თუნდაც ერთჯერადი ვიზიტით, ხო? მეც ყოფილი ვარ, რომ ერთი რამოდენიმე დღით გადავიდით ჩემი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყოს საქართველოში რეგისტრირებული ნომრებით. ასევე რაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ტვირთების გადაზიდვას თურქეთის მიმართულებით, ავტობუსები, რომლებიც მგზავრების გადაადგილებას ახორციელებენ, მათთვის არის განკუთვნილი ეს პროდუქტი და გულისხმობს, ანუ შეესაბამება თურქეთის კანონმდებლობას სრულად აკმაყოფილებს, რაც არის მოთხოვნა იმისათვის, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილი თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე საზღვარზე უკვე აღარ სჭირდება ამ პროდუქტის შეძენა, გამოდის რომ უკვე როდესაც საზღვარს კვეთავს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის ნომრის მქონე პიროვნება, მას უკვე აქვს დაზღვევა. თქვენ შეგეძლოთ ეს შესწავლოთ და რომ დავაზუსტოთ, აი ჩვენ ვახსენეთ, რომ საქართველოს სამი მეზობელ ქვეყანაში, ნუ გულისხმობ კეთილმეზობელ ქვეყნებს, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, იქ სავალდებულოა ტიპიელი, ანუ მესამე პირის წინაშე ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. და მე მაგალითად ჩემ პირად მაგალითად, როდესაც ვიყავი თურქეთის რესპუბლიკაში საკუთარი მანქანით გადავედი, ქვეყნის საზღვარზე შევიძინე ეს დაზღვევა. ეხლა თუ სწორად გავიგეთ და ჩვენი მსმენელისათვის ცხადად რომ იყოს აღქმადი, ამ პროდუქტის შეძენას თქვენთან შეძლებს. ამ პროდუქტის შეძენას ჩვენთან შეძლებს და რაც ყველაზე დიდი უპირატესობაა ჩვენი პროდუქტის, ეს არის ხელმისაწვდომი ფასი. აი მაგალითზე რომ გითხრათ, ერთთვიანი პოლისის ღირებულება არის 50 ლარი.
რაც დამეთანხმებით რომ საკმაოდ მე 150 ლარი გადავიხადე საზღვარზე ზუსტად მახსოვს თან დისკომფორტია ლირას გადახვდა უცხოენის ბარიერი და ამასთანავე დისკომფორტია საზღვარზე ამის ადმინისტრირება როცა მე თუმეტე საქართველოს შეუძლიათ ონლაინ დაგვიკავშირდნენ და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ როგორ უნდა მოგაწვენა და როგორ შეუძლია ისარგებლონ მათ თქვენი სერვისით დიახ ეს არის უმარტივესი ჩვენ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ონლაინ სერვისების განვითარებას მსურველები გვიკავშირდებიან სოციალური ქსელების მესენჯერის მეშვეობით ელექტრონული პოსტის მეშვეობით მეილებზე საკონტაქტო ტელეფონებზე და ზუსტად 10-დან 15 წუთამდე მაქსიმუმ სჭირდება აღნიშნული პოლისი უკვე რომ იყოს გადაგზავნილი და მათ თუნდაც გზაზე თავიანთ სარფამდე არ მისულიან თუ რა ვიცი ხო სრულიად ონლაინ შეიძლება რომ უკვე გზაში იყოს მოგზაური მიემგზავრებოდეს თურქეთში გაახსენდეს დაგვიკავშირდეს და უმოკლეს დროში იგი მიიღებს პოლისს აღნიშნულ პოლისს რამდენად აქტუალურია აღნიშნული პროდუქტი იცით კონკრეტულად პერიოდია ეხა და შეიძლება მაგნუსი უკვე დაახლოებით წელია ბაზარზე სთავაზობს მომხმარებელს პროდუქტს რომელიც არის მწვანე ბარათი ეს არის საერთაშორისო დაზღვევის პოლისი რომელიც თურქეთსაც ფარავს და ასევე ფარავს ევროპას ანუ ჩვენ როდესაც აქტიურად ვთავაზობდით მომხმარებელს აღნიშნულ პროდუქტს და შემდეგ გავაანალიზეთ ბაზარი და მივხვდით რომ ცალკე თურქეთით საკმაოდ აქტუალური იყო განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ვინაიდან დიდი ნაკადი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილდება თურქეთის მიმართულებით ეს იყო ის მოტივატორი ჩვენთვის რომ ეს პროდუქტი ცალკე თურქეთის პროდუქტით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისათვის რომელიც საკმაოდ აქტიურია არა მარტო ჩვენ ეხლახანს დავიწყეთ აქტიურად აღნიშნული პოზიცია მაგრამ მე ვფიქრობ რომ უკვე საქართველოს და თურქეთს შორის ურთიერთობები ინდონეზია განვითარებული რომ წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალური იქნება აღნიშნული პროდუქტი საქართველოს მოქალაქეებისათვის და მათ ისინი შეძლებენ ძალიან დაჩქარებულ ვადაში ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით 50 ლარის გადახდის რანცოთ ეს პროდუქტი იყიდან დიახ და იცით რო შევაჯამოთ გადაცემის დრო იწურება სამწუხაროდ რა პრობლემას ააცილებს მხარეს გარდა იმისა რომ ის ამ დაზღვევის გარეშე ვერ შევა თურქეთის რესპუბლიკაში ზოგადად რა პრობლემას ააცილებს თავიდან მხარეს სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა როგორც თუნდაც თურქეთის ჭრილში ასევე ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას რატომ უნდა იყიდონ მას ეს პროდუქტი მათ ეს პროდუქტი პირველ რიგში, ცალკე როგორც თქვენ ბრძანეთ ის რომ ეს სავალდებულოა და ფიზიკურად შეკისრება მოხდება, გადაადგილების შეზღუდვა მოხდება, მთავარი არის ის რომ აღნიშნული პროდუქტი იცავს ზედმეტი დანახარჯისგან, იმიტომ რომ თუ პიროვნებამ აღნიშნულ ქვეყანაში მიაყენა ზიანი სხვა პიროვნების ქონებას, ჯანმრთელობას აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში, ზარალის ანაზღაურება მოხდება უკვე სადაზღვევო კომპანიის მიერ და კლიენტი სრულიად დაცული იქნება ამ მიმართულებით. და შესაბამისად სადაზღვევო კომპანია ის სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ამ პირის მიერ მესამე პირის წინაშე მიყენებულ და დამდგარ პასუხისმგებლობას ქალბატონო მაია რომ შევაჯამოთ თქვენი ვებგვერდი და სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალებებით როგორ უნდა გიპოვოთ და მოგმართონ დაინტერესებულ პირებმა. ჩვენი საიტი არის www.magnus.gr სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია რა თქმა უნდა ჩვენი კომპანია Magnus Insurance Brokers დაგვიკავშირდით და უმოკლეს ვადაში მიიღებთ როგორც თურქეთის მიმართულებით დაზღვევის პოლისს, ასევე ევროპულ მწვანე ბარათს და რა თქმა უნდა ადგილობრივი დაზღვევის ყველა სახეობაში წარმოდგენილია ჩვენი კომპანია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გესურვებთ. შეგახსენებთ რომ ეს იყო გადაცემის მესამე ბლოკი. Magnus დაზღვევას აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაია კახიანი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ გადაცემის მესამე ბლოკში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა პასუხისმგებლობის ნაწილზე ვისაუბრეთ და იმ სამართლებრივ სიკეთეებს და არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ მატერიალურ სიკეთეებზე, რომელიც ამ პროდუქტისა და ზოგადად სავალდებულო დაზღვევის სახეობასთან არის დაკავშირებული. ძირფას რადიო მსმენელობა ეს იყო გადაცემა ბიზნესი და სამართალი. ჩვენ ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში დაგებრუნდებით. ნახვამდის. სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე.
World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.g ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. გათბობა გაგრილების სისტემის ყველა წამყვანი ბრენდი და ყველაზე ფართო არჩევანი მოდუსში. ელექტროლუქსი, ბალუ, როიალ თერმო. მოდი მოდუსის ფილიალებში. ან შეიძინე ონლაინ 0322 06 01 01. რატომ უნდა გადაიხადოთ ავტოდაზღვევის საფასური, როცა მანქანა გაჩერებულია? შეაჩერეთ შენატანი მაშინ, როცა არ მართავთ. New Vision დაზღვევის ინოვაციური ავტოპროდუქტით შეგიძლიათ გადახდები შეაჩეროთ და მაინც იყოთ დაზღვეული. ხშირად მოგზაურობთ, სეზონურად აჩერებთ მანქანას. ნუ გადაიხდით, როცა არ მართავთ. თქვენი ავტომობილი შეჩერების დროსაც სრულად დაზღვეულია. დაუკავშირდით New Vision დაზღვევას ნომერზე 501 501. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zappi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობას ეწევი. საკურიერო, სამშენებლო თუ სადისტრიბუციო, მაღალი ტვირთამწეობით, ძლიერი ძრავითა და ეკონომიურობით. Citroen Jumperi შენი ბიზნესის შეუცვლელი პარტნიორია. Citroen Professionali. შენი წარმატების ერთგული მხარდამჭერი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 322 12 12 20. რეკლამა რადიო კომერსანტზე. პირველად ქართულ მედია სივრცეში. გადაცემა ქვეყნის ბრენდინგზე. თბილისის დინამო თუ ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორია. ვაჟა ფშაველას ფილოსოფია და ნონა გაფრინდაშვილის ფენომენი. ქართული ტრადიციული სტუმართ მასპინძლობა თუ კლუბი ბასიანი. რა ძლიერებს საქართველოს როგორც ბრენდს და როგორ მივიღოთ მისგან სარგებელი თითოეულმა ჩვენგანმა. ყოველ ორშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. დაელოდე საავტორო გადაცემას ბრენდი საქართველო ლებან კობერიძესთან ერთად. უსმინე კომერსანტს, ჩაერთე საქმეში. გადაცემის მხარდამჭერია ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი.